ემზადება თუ არა მოსკოვის სამხედრო მობილიზაციის ახალი ტალღისთვის, რომლის ფარგლებში შეერებულ ძალებში დამატებით რამდენიმე 1000 ჯარისკაცს გაიწვევენ. ამ კითხვაზე პასუხი ვოლოდიმირ ზელენსკიმ სადაზვერვო მონაცემების დაყრდნობით გასცა Sky News-თან საუბრისას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტზე არსებული ვითარების გათვალისწინებით ვლადიმერ პუტინი ამ ნაბიჯს აუცილებლად გაადგამს, თუმცა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დასრულების შემდეგ, ანუ სექტემბრის ბოლოსთვის. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის შეფასებით კრემლისთვის ამ ნაბიჯის გაადგმა სერიოზულ პრობლემებს შექმნის, რადგან პუტინის მიზანია 300,000-დან 9 მილიონამდე ჯარისკაცის მობილიზება. ამ ინიციატივას კი რუს საზოგადოებას შორის ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ იგივე მოქალაქეები ემხრობიან უკრაინის წინააღმდეგ ომის, ანუ როგორც მას რუსეთში ეძახიან, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას საბოლოო მიზნების მიღწევამდე. პუტინი არ არის მზად ეს ომი შეაჩეროს. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით ის მობილიზაციისთვის ემზადება. მისი გეგმაა ეს გააკეთოს სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ 21 სექტემბერს. მას სურს მობილიზაციის გაფართოება. ამას საჯაროდ არ გააკეთებს, რადგან საკუთარი საზოგადოების რეაქციის ეშინია. თუმცა თუ ჩვენ მას პრობლემებს არ შევუქმნით ლოგისტიკის, იარაღისა და საწვავის მომარაგების კუთხით და თუ ჩვენი პარტნიორები მისი აგრესიის საპასუხოდ სრულ სანქციებს არ დააწესებენ, ის ამას ოქტომბრის დასაწყისში გააკეთებს. ის ამ ადამიანების სწრაფად მომზადებას ვერ შეძლებს. ეს კი ნიშნავს, რომ კვლავ ცუდად მომზადებულ სამხედროებს გაგზავნის საბრძოლო მოქმედებების ზონაში, რაც თავის მხრივ დიდ დანაკარგებს გამოიწვევს. მიმდინარე წლის 1 ივლისს რუსეთმა ფინეთთან, ესტონეთსა და ლატვიასთან ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე სარკინიგზო საზღვრის დროებით ჩაკეტვის შესახებ გაანცხადა. კრემლის განცხადებაში მითითებული იყო, რომ იკაგრძელება როგორც მოქალაქეთა, ისე პროდუქციისა თუ ტვირთის ტრანსპორტირება. ანალიტიკოსებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის მორიგი ტალღის მოსალოდნელი გამოცხადება. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის სექტემბრის ნაწილობრივმა მობილიზაციამ აჩვენა რამდენად არაპოპულარულია ეს ნაბიჯი, რის გამოც ასობით 1000 მოქალაქეს რუსეთიდან გაქცევა მოუწია ძირითადად მეზობელ სახელმწიფოებში, კრემლი სხვანაირად ვერ ახერხებს ფრონტზე წინსვლას. იანვარში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბრის მონაცემებით რუსეთმა 1,200,000-მდე საბრძოლო დანაკარგი განიცადა, მათ შორის 325,000-მდე სამხედრო დაიღუპა. პარალელურად უკრაინის დაზვერვის მტკიცებით მიმდინარე წლის პირველ სამთვეში 70,500-მდე ახალმა რუსმა სამხედრომ გააფორმა კონტრაქტი და შეუერთდა ბრძოლის ველს. თუკი ამ მონაცემებს დაუჯერებთ, კოლოსალური დანაკარგების შესავსებად მოსკოვს ყოველთვიურად 30,000-ზე მეტი ახალი ჯარისკაცის მობილიზება სჭირდება.